გამარჯობა. დღეს ვისაუბრებ წიგნზე, რომელიც ტელეეკრანის მიღმა არსებულ რეალობას გვიჩვენებს და გვასწავლის როგორ ამოვიკითხოთ პროპაგანდა ერთი შეხედვით ობიექტურ და ნეიტრალურ ახალ ამბებსა და სატელევიზიო პროგრამებში. საუბარია ნოამ ჩომსკისა და ედვარდ ჰერმანის რევოლუციურ ნაშრომზე, თანხმობის წარმოება, მასმედიის პოლიტიკური ეკონომიკა. ეს წიგნი 1988 წელს გამოიცა და აქტუალობას დღემდე ინარჩუნებს. ამის მიზეზი წიგნის მთავარი იდეაა, რომლის მიხედვითაც დემოკრატიულ საზოგადოებებშიც კი მედია არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს, არამედ წარმოადგენს გაბატონებული კლასის, პოლიტიკური და ბიზნეს ელიტების ინსტრუმენტს, რომელიც არსებული ეკონომიკური და სოციალური წესრიგის შესანარჩუნებლად ავრცელებს პროპაგანდას და აწარმოებს ისეთ იდეებსა და ღირებულებებს, რომელიც ყოველთვის ძლიერის წისქვილზე ასხამს წყალს. ავტორები ამტკიცებენ, რომ მედია, რომელიც თავს ობიექტურად და თავისუფალი სიტყვის რუპორად აცხადებს, სინამდვილეში აყალიბებს დისკურსის ფარგლებს და მართავს საზოგადოებრივ აზრს. ეს არ ხდება უხეში ჩარევით ან პირდაპირი ცენზურით, არამედ შეუმჩნეველი სტრუქტურული ფაქტორების მეშვეობით, რომლებსაც ავტორები პროპაგანდის მოდელს უწოდებენ. ეს მოდელი 5 ძირითადი ფილტრისგან შედგება, რომლებიც გავლენას ახდენენ იმაზე, თუ რომელი ახალი ამბები დაიბეჭდება, ან გადაიცემა და რომელი დარჩება კადრს მიღმა. მასმედიის მასშტაბი, მფლობელობა და მოგებისკენ მისწრაფება პირველი და ყველაზე ფუნდამენტური ფილტრია. ჩვენს დროში მასმედია გიგანტური კორპორაციების ხელშია, რომლებიც თავად ფლობენ ან დაკავშირებული არიან სხვა მსხვილ ბიზნესებთან. 1993 წელს 50 გიგანტური კომპანია დომინირებდა თითქმის ყველა მასობრივ მედია საშუალებაზე, ხოლო 1990 წელს ეს რიცხვი 23-მდე შემცირდა, დღეს კი სულ რაღაც 24 ფირმა აკონტროლებს ამერიკის მედიის თითქმის მთლიან წილს, რომელსაც მოქალაქეების უმეტესობა მოიხმარს. ეს გიგანტები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან დირექტორთა საბჭოების მეშვეობით და აქვთ საერთო ბიზნეს ინტერესები. რადგან ეს კომპანიები მოგებაზე არიან ორიენტირებულნი, მათი გადაწყვეტილებები იმის შესახებ თუ რა ითვლება ახალ ამბად, ხშირად ეფუძნება ეკონომიკურ და არა ჭეშმარიტების დადგენის ღირებულებებს. ამის გამო ისეთი ამბები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ მსხვილი კომპანიების კორპორაციულ ინტერესებს ან მათ მოკავშირეებს, ნაკლებად შუქდება. მაგალითად, General Electric, რომელიც NBC-ს ფლობს, აქტიურადაა ჩართული იარაღის წარმოებასა და ბირთვულ ენერგეტიკაში. ამგვარად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მის მედია საშუალებებში გამოჩნდეს კრიტიკული სიუჟეტები ამ თემებზე. ამრიგად, პირველი ფილტრი უზრუნველყოფს, რომ მედიის შინაარსი იყოს ისეთი, რომელიც არ უქმნის საფრთხეს ძალაუფლების ცენტრების ფინანსურ ინტერესებს. მეორე ფილტრი ეს არის სარეკლამო თავისუფლება, ბიზნესის წარმატების საიდუმლო. სარეკლამო შემოსავლები მედიის არსებობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რეკლამა არის მედიის დაფინანსების ძირითადი წყარო და ის განსაზღვრავს, რომელი მედია საშუალება გადარჩება და რომელი არა. როგორც NBC TV-ს ხელმძღვანელი გრანტ ინკერი ამბობდა, ტელევიზია მედიის ის სახეობა, რომელსაც ზურგ სარეკლამო საქმიანობა უმაგრებს და მისი პროგრამაც რეკლამის დამკვეთია დამოკიდებული. სარეკლამო სააგენტოები ბუნებრივია უპირატესობას ანიჭებენ იმ მედია საშუალებებს, რომლებსაც ყავთ მდიდარი და მსყიდველუნარიანი აუდიტორია. ეს ნიშნავს, რომ მედიის პროდუქტი სინამდვილეში არა ახალი ამბები, არამედ სწორედ აუდიტორია, რომელსაც ის რეკლამის დამკვეთს მიყიდის. შედეგად, მედია იძულებულია თავიდან აიცილოს ისეთი გადაცემები, რომლებიც შეიძლება რეკლამის დამკვეთებისთვის არაკომფორტული იყოს. მაგალითად, კორპორაციული კრიტიკა, სოციალური პრობლემები ან სხვა სერიოზული საკამათო საკითხები. ამგვარი შინაარსი ხშირად ხელს უშლის ყიდვის განწყობას. ამიტომ მედია თავს არიდებს სიღრმისეულ და დამაბრკოლებელ თემებს და ამის ნაცვლად უფრო მეტად გასართობი, მსუბუქი და ნაკლებად საკამათო გადაცემების შექმნას ცდილობს, რომლებიც დიდ აუდიტორიას იზიდავს და შესაბამისად მეტი სარეკლამო შემოსავალი მოაქვს. წიგნში მოყვანილია მაგალითი, რომლის მიხედვითაც NBC-ს მიერ გარემოს დაცვითი პრობლემების შესახებ დოკუმენტური ფილმების შექმნის ცდილობა ვერ განხორციელდა, რადგან ვერ მოიძებნა სპონსორი, ვინაიდან გადაცემა ზედმეტად ობიექტური იყო და კორპორაციულ წარუმატებლობაზე მიანიშნებდა. ეს პროცესი, როგორც ჰერმანი და ჩომსკი აღნიშნავენ, დემოკრატიულად ითვლება, თუმცა მისი პოლიტიკური ანალოგია არის ხმის მიცემის სისტემა, სადაც ხმები შემოსავლის მიხედვით იწონება. მესამე ფილტრი მასმედიის საინფორმაციო წყაროებია.
ის გვიჩვენებს თუ როგორ იქმნება ახალი ამბები ოფიციალური წყაროების მიერ. მედიას ახალი ამბების მოსამზადებლად შემჭიდროვებული ვადები აქვს და არ შეუძლია ყველა საკითხის დამოუკიდებლად კვლევა. ამიტომ ისინი დამოკიდებულნი არიან ისეთ რუტინულ წყაროებზე, როგორიცაა სამთავრობო უწყებები, მაგალითად თეთრი სახლი, პენტაგონი, მსხვილი კორპორაციები, სავაჭრო ჯგუფები და ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ექსპერტები. ეს წყაროები მედიას მუდმივად აწვდიან ინფორმაციას, ხშირად მზა ფორმატში, რაც ჟურნალისტებს შრომას უმცირებს. მაგალითად, პენტაგონს ჰყავს ათასობით თანამშრომელი, რომლებიც საზოგადოებრივი ინფორმაციის გავრცელებაზე მუშაობენ და ამაში $100 მილიონ ხარჯავენ. ამ ხელა რესურსებთან შედარებით ნებისმიერი დისიდენტური ან არასამთავრობო ორგანიზაციის შესაძლებლობები უმნიშვნელოა. ჟურნალისტები ოფიციალურ წყაროებს უფრო მეტად ენდობიან, რადგან ისინი სანდო სტატუსით სარგებლობენ, ეს ქმნის ჟურნალისტურ მორალურ დაყოფას. ოფიციალურ პირებს აქვთ ფაქტები, ხოლო რეპორტიორებს უბრალოდ მოაქვთ ეს ფაქტები. სოციოლოგი მარკ ფიშმენი ამ პროცესს შემდეგნაირად აღწერს. ახალი ამბები ჟურნალისტები წინასწარმოველია, რომ ბიუროკრატიის მონათხრობის სიმართლე იქნება. საინფორმაციო სამსახურის პერსონალი თავადვე განამტკიცებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ავტორიტეტების ნორმატიულ წესრიგს. რეპორტიორები უპირობოდ მიიჩნევენ, რომ თანამდებობის პირებმა წესით კარგად უნდა იცოდნენ ის, რისიც ოდნაც მათი სამსახურეობრივი მოვალეობა. თუ კი რომელიმე უწყების ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ მან რაღაც იცის, ახალი ამბები ჟურნალისტი ამას მხოლოდ განცხადებად მიიჩნევს. ეს მისთვის მიწოდებული ცნობის სანდოობას ნიშნავს. შედეგად ვიღებთ საქმიანობის ერთგვარ მორალურ დაყოფას. თანამდებობის პირები ფაქტებს განკარგავენ და გასცემენ, რეპორტიორები კი მხოლოდ ინფორმაციას იღებენ. ეს მოდელი ვრცელდება ეგრეთ წოდებულ ექსპერტებზეც, რომელიც ჩაკეტილი საზოგადოებრივი წრეა. ეს ექსპერტები სამთავრობო წრეებთან ან მსხვილ კორპორაციებთან დაკავშირებული ფსევდოანალიტიკოსები არიან, რომლებიც ჭეშმარიტების მანტიაში გახვეულნი საზოგადოებას ყალბრიალობას თავაზობენ. როგორც წესი, ექსპერტებს ჟურნალისტები უკვე წინასწარ განზრახული თხრობის დასადასტურებლად მიმართავენ. წიგნში ასევე აღწერილია, თუ როგორ იყენებს მთავრობა ამ დამოკიდებულებას მედიის სამართავად. მათ შორის სიუჟეტებით გადატვირთვის ან ყალბი ამბების გავრცელების გზით, რათა ყურადღება გადაიტანოს არასასურველი თემებიდან. მეოთხე ფილტრი კრიტიკული თავდასხმა და მისი ავტორები არიან. კრიტიკული თავდასხმა გულისხმობს მედიის მიერ გავრცელებულ მასალაზე მიღებულ ნეგატიურ გამოხმაურებას. ეს შეიძლება იყოს წერილები, სატელეფონო ზარები, პეტიციები, სასამართლოს არჩევლები ან სარეკლამო პატრონაჟის შეწყვეტის მუხარები. თავდასხმების წარმოქმნის უნარი პირდაპირ კავშირშია ძალაუფლებასთან. მსხვილი კორპორაციები, პოლიტიკური ჯგუფები და მდიდარი პირები აფინანსებენ სპეციალურ ორგანიზაციებს, რომელთა მიზანიც სწორედ თავდასხმის გენერირება. ჰერმანი და ჩომსკი აღწერენ ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა Accuracy Media და Freedom House, რომლებიც მუდმივ ზეწოლას ახდენენ მედიაზე, რათა დაიცვან კორპორაციული და მემარჯვენე დღის წესრიგი. ეს ორგანიზაციები მედიაში ქმნიან შიშის ატმოსფეროს. ჟურნალისტები და რედაქტორები ფიქრობენ, რომ გარკვეული თემების გაშუქებამ შეიძლება პრობლემები და ფინანსური ზარალი მოუტანოს მათ კომპანიას. მაგალითად, რიდირუინის Accuracy Medias ხელმძღვანელის საჩივრებმა და ზეწოლამ ხელი შეუწყო ჟურნალისტის რაიმონდ ბონერის გათავისუფლებას New York Times-დან. ამის მიუხედავად, მედია ეგრეთ წოდებულ ფლაგ ორგანიზაციებს პატივისცემით ეპყრობა. აქვეყნებს მათ სტატიებს და იწვევს მათ თავიანთ თოქ-შოუებში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათ გავლენას. ანტიკომუნიზმი როგორც კონტროლის მექანიზმი მეხუთე ფილტრია. წიგნი 80-იანი წლების ბოლოს დაიწერა, როდესაც კომუნისტური საფრთხე კვლავ საფრთხობელას როლს ასრულებდა. თუმცა ცვლადი, ანუ კომუნიზმი რელევანტური აღარაა. ამ ფილტრის შინაარსობრივი მხარე, მიუხედავად ამისა, დღესაც აქტუალურია. როგორც ისტორიიდან ვიცით, ანტიკომუნიზმი მუდმივად ემსახურებოდა ქონების მფლობელთა ინტერესებს და ეხმარებოდა მათ მოსახლეობის მობილიზებაში მტრის წინააღმდეგ. ის ქმნიდა სამყაროს, რომელიც ორად იყო გაყოფილი: კომუნისტურ და ანტიკომუნისტურ ბანაკებად. ამ იდეოლოგიის ფარგლებში ფაშიზმის მხარდაჭერაც კი ნაკლებ ბოროტებად ითვლებოდა. დღეს ამ ფილტრის როლს შეიძლება სხვა საფრთხობელები ასრულებდეს, მაგალითად ტერორისტთან ომი ან ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ისევე როგორც ანტიკომუნიზმის დროს ეს საფრთხობელებიც საშუალებას გვაძლევს, რომ
რთული გეოპოლიტიკური მოვლენები გავამარტივოთ კეთილისა და ბოროტის დიქოტომიამდე. მედია აქტიურად იყენებს ამ ფილტრს, რათა შექმნას პროპაგანდისტული კამპანიები და გაამართლოს სახელმწიფოს ინტერვენციები. პროპაგანდის მოდელის ერთ-ერთი მთავარი შედეგი ორმაგი შერჩევითობაა. ეს ნიშნავს, რომ მედია სისტემატურად ახდენს ახალი ამბების პოლიტიკურ სელექციას და იყენებს ორმაგ სტანდარტებს სხვადასხვა მოვლენის გაშუქებისას. ის, რაც ერთ შემთხვევაში განიხილება როგორც დანაშაული, მეორეში პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით შეიძლება უბრალოდ გვერდითი მოვლენა იყოს. ეს ორ პირობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმაში, თუ როგორ ირჩევა ახალი ამბები და რა მოცულობითა და ხარისხით ჩუქდება ისინი. მედია გულმოდგინედ ეძებს მტკიცებულებებს მტრის ბოროტმოქმედებებზე, ხოლო თავისიანების და მოკავშირეების დანაშაულებს ნაკლებად იკლავს. ამის გამო ზოგიერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც ძალაუფლების ინტერესებს ეწინააღმდეგება, შესაძლოა საერთოდ არ გაშუქდეს, ან სწრაფად მიივიწყონ. როდესაც მედია და მთავრობა თანხმდებიან იმაზე, რომ კონკრეტული ამბავი პოლიტიკურად სასარგებლოა, მედია იწყებს ინტენსიურ პროპაგანდისტულ კამპანიას. ამ პროცესში მთავრობა აქტიურად იყენებს ეგრეთ წოდებულ გაჟონილ ინფორმაციას, პრესკონფერენციებსა და პრეს-რელიზებს, რათა დაგეგმოს და წარმართოს მედიის დღესასრიგი. წიგნში აღწერილია, თუ როგორ იყენებდა რეიგანის ადმინისტრაცია პროპაგანდას ნიკარაგუას ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის. ამ კამპანიის მიზანი იყო, რომ ყურადღება გადაეტანათ მეზობელ სალვადორში მიმდინარე საშინელი ომიდან, რომელსაც ამერიკა უჭერდა მხარს. მედია ამ დროს თიშავდა კრიტიკულ აზროვნებას და სხვასთან კონკურენციაში ერთვებოდა, რათა დაედასტურებინა ახალი ეგრეთ წოდებული დადგენილი სიმართლე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ხშირად გაზვიადებული ან უბრალოდ არასწორი იყო. იმ შემთხვევაში, თუ მოვლენა არ ემსახურება ძალაუფლების ინტერესებს, მედია მას სწრაფად ივიწყებს, მაშინაც კი თუ მოვლენა თავისთავად მნიშვნელოვანია. ამის აპირისპიროდ, თუ თემა პოლიტიკურად სასარგებლოა, მედია და მთავრობა ან რომელიმე მსხვილი ინტერესჯგუფი ერთობლივად მოქმედებენ, რათა საზოგადოებას მიაწოდონ სასურველი ნარატივი. პროპაგანდის მოდელის მუშაობისას ყველაზე თვალსაჩინო ილუსტრაციაა ღირსეული და უღირსი მსხვერპლის ცნება, რომელიც ორმაგი შერჩევითობის კონკრეტული გამოვლინებაა. მაგალითად, ჰერმანის და ჩომსკის მიერ აღწერილი დიქოტომია ნათლად იკვეთება ისრაელის და პალესტინის კონფლიქტის გაშუქებისას. ისრაელელი მსხვერპლები ღირსეული მსხვერპლები არიან. დასავლური მედია ისრაელელ მსხვერპლს, რომლებიც პალესტინური დაჯგუფებების მიერ არიან დახოცილნი, ინტენსიურად, დეტალურად და ემოციურად აშუქებს. ამბები ფოკუსირებულია მათ ადამიანურ ისტორიებზე, ოჯახებსა და ტკივილზე. ასეთი გაშუქება საზოგადოებაში თანაგრძნობასა და აღშფოთებას იწვევს, რადგან ისრაელი ხშირად ამერიკის მოკავშირედ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ განიხილება. მედიის მიერ ამ მსხვერპლების ჰუმანიზაცია ემსახურება ნარატივს, რომ ისრაელი უსამართლო თავდასხმის მსხვერპლია და მას თავდაცვის სრული უფლება აქვს. მეორე მხრივ, პალესტინელები, რომლებიც ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად იხოცებიან, ხშირად უღირსი მსხვერპლების როლში აღმოჩნდებიან ხოლმე. მათი სიკვდილი, როგორც წესი, სტატისტიკური მონაცემებით, მშრალი ფაქტებითა და ზოგადი ფორმულირებებით შუქდება. მედია იშვიათად უღრმავდება მათ პირად ისტორიებს, ტკივილსა და мотивაციას. ასეთი გაშუქებისას აქცენტი კეთდება არა მსხვერპლის უდანაშაულობაზე, არამედ კონტექსტზე, რომ მკვლელობა ტერორიზმთან ბრძოლის ან სამხედრო მოქმედებების გვერდითი მოვლენაა. ეს პალესტინელ მსხვერპლს დეჰუმანიზაციის რისკის ქვეშ აყენებს. ეს მიკერძოება შემთხვევითი არ არის. ის გამომდინარეობს ზემოთ განხილული სტრუქტურული ფილტრებიდან, რომლებიც ძალაუფლების ინტერესებს ემსახურება. ნოამ ჩომსკის მედიის თეორია დღესაც ისეთივე აქტუალური და გამჭრიახია, როგორც მისი პირველად გამოჩენის დროს. თუ კი შევხედავთ მსოფლიოში უდიდესი მედიების მფლობელთა შესახებ არსებულ ინფორმაციას, ნათლად დავინახავთ, რომ მედიის კონტროლი რამდენიმე ადამიანის ხელშია. ეს ადამიანები ახერხებენ მილიარდობით მომხმარებლისთვის განკუთვნილი ნარატივების მართვას და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას გლობალური მასშტაბით. ეს კონცენტრაცია იწვევს პერსპექტივების ჰომოგენიზაციას, რაც კრიტიკულ კითხვებს აჩენს ინფორმაციის გავრცელების დემოკრატიულ ხასიათზე. ამ მედია გიგანტების ურთიერთდაკავშირებულობა კიდევ უფრო ზრდის ამ პრობლემას. ერთი გავლენიანი მოთამაშის გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს დომინოს ეფექტი სხვა პლატფორმებზე, რასაც მედიაში პროპაგანდის გავრცელება მოჰყვება.
ჩომსკის გაფრთხილება მედიიდან მომავალ საფრთხეებზე, სადაც რამდენიმე ერთეული დომინირებს, დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. პროპაგანდის მოდელის თანახმად, მედიის მფლობელობა და მოგებაზე ორიენტაცია განაპირობებს დღის წესრიგს და საზოგადოებრივ აზრს. საკვანძო გადაწყვეტილებები კერძო სექტორის ხელშია, რომელიც ცდილობს თანხმობის კონსტრუირებას და მის წარმოებას, რათა ადამიანები დაარწმუნოს მათ ინტერესებზე მორგებულ დღის წესრიგში. სწორედ ამიტომ ჩომსკის თეორია არის მძლავრი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია გავაანალიზოთ მედიის მფლობელობის დინამიკა და მისი გავლენა. საინფორმაციო ველზე გამოსავალი არ არის ციფრული სამყაროდან გაქცევა ან შიშებისგან პარალიზება, არამედ ინფილტრების ანალიზი, რომელიც სტრუქტურულ ბარიერებს ქმნის ობიექტურ რეალობაზე წვდომისთვის. პროფესორო ჩომსკი, იქნებ იმით დავიწყოთ, რომ აგვიხსნათ, რა არის პროპაგანდის მოდელი, როგორც თქვენ მას უწოდებთ. ბევრი ადამიანისთვის უცნაური იქნებოდა აზრი, რომ პროპაგანდას იყენებენ დემოკრატიული და არა მხოლოდ ავტორიტარული მთავრობები. ტერმინი პროპაგანდა მომავალ მსოფლიო ომის შემდეგ უარყოფითად აღიქმებოდა, მაგრამ 1920-1930-იან წლებში ის ჩვეულებრივად გამოიყენებოდა. ის წამყვანი ინტელექტუალების, თანამედროვე პოლიტიკური მეცნიერების დამაარსებლების, ვილსონის მომხრე პროგრესისტებისა და, რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან ურთიერთობის ინდუსტრიის მიერაც კი როგორც დემოკრატიისთვის არსებული საფრთხის დასაძლევად აუცილებელი ტექნიკა მიღებული იყო. მედიის ინსტიტუციური სტრუქტურა საკმაოდ მარტივია. ჩვენ ვსაუბრობთ შეერთებულ შტატებზე, მაგრამ არც სხვაგანაა განსხვავებული ვითარება. მთავარი, მაგრამ დღის წესრიგის გამსაზრდელი მედიები, ისეთები, რომლებიც ყველასთვის ჩარჩოებს ადგენენ, როგორიცაა New York Times-ი და Washington Post-ი და ასე შემდეგ, ესენი მსხვილი კორპორაციები არიან, უფრო დიდი კონგლომერატების ნაწილები. სხვა კორპორაციული ინსტიტუტების მსგავსად, მათ აქვთ პროდუქტი და ბაზარი. მათი ბაზარი რეკნომის დამკვეთები არიან. ანუ სხვა ბიზნესები, ხოლო მათი პროდუქტი შედარებით პრივილეგირებული აუდიტორიებია. მეტნაკლებად. ანუ ისინი აუდიტორიებს კორპორაციებს ხიდიან. ისინი პრივილეგირებულ აუდიტორიებს ხიდიან. ესენი დიდი ბიზნესებია, დიდი კორპორაციები, რომლებიც პრივილეგირებულ აუდიტორიებს სხვა კორპორაციებს ხიდიან. ახლა კითხვა ის არის, თუ სამყაროს რა სურათის მიღებას ელოდება რაციონალური ადამიანი ასეთი სტრუქტურისგან. ამის საფუძველზე გამოგვაქვს დასკვნები, თუ რას უნდა ელოდოთ, შემდეგ კი ვამოწმებთ და დიახ, სწორედ ასეთი სურათი მიიღება. და ეს არის რაიმე იმაზე მეტი, ვიდრე უბრალოდ ის აზრი, რომ პრესა შედარებით მემარჯვენეა, რადგან მას დიდი ბიზნესი ფლობს. ეს ხომ უკვე ცნობილი სიმართლეა. პირიქით, მე პრესას შედარებით ლიბერალს დავარქმევდი. აქ მემარჯვენე კრიტიკოსებს ვეთანხმები. განსაკუთრებით New York Times და Washington Post-ს, რომლებსაც უცხოური პოლიტიკის მსხვილ ჟურნალებში სრული სერიოზულობით ესტაბლიშმენტის მემარცხენე ფრთას უწოდებენ. და ეს მართალია. მაგრამ რაც არ არის გაცნობიერებული, არის ის, რომ ლიბერალური, ინტელექტუალური ესტაბლიშმენტის როლი იმაში მდგომარეობს, რომ დაწესდეს მკვეთრი საზღვრები იმისთვის, თუ რამდენად შორს შეიძლება წახვიდე. აქამდე და არა უფრო შორს. ავიღოთ მაგალითად ვიეტნამის ომი. ალბათ მთავარ კრიტიკოსად და ფაქტობრივად მეინსტრიმში ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ დისიდენტ ინტელექტუალად New York Times-ის ენტონი ლუისი ითვლება. ის საბოლოოდ ვიეტნამის ომის წინააღმდეგ 1969 წელს გამოვიდა. დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ, რაც ამერიკულმა კორპორაციულმა ელიტამ, ასე თქვათ, ვაშინგტონს ომის შეწყვეტა უბრძანა. და მისი შეფასებით, ომი, როგორც თავად ამბობდა, კეთილი საქმის კეთების უგუნური მცდელობით დაიწყო, მაგრამ 1969 წლისთვის კატასტროფად იქცა და ძალიან ძვირი დაგვიჯდა. ეს არის მთელი კრიტიკა. მას, რას ეთყოდა ვიეტნამის ომის შესახებ ამერიკელებს არაპროპაგანდისტული მოდელი იმავე დროს? იგივეს, რასაც მეინსტრიმ პრესა ეუბნებოდა მათ ავმანეთის შესახებ. შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ ვიეტნამი დაიკავა. პირველ რიგში 1950-იან წლებში მათ შექმნეს ლათინოამერიკული სტილის ტერორისტული სახელმწიფო, რომელმაც 10,000-ობით ადამიანი ამოხოცა, მაგრამ ვერ შეძლო ადგილობრივი აჯანყების კონტროლი და ყველა მიცის, ყოველ შემთხვევაში ყველა სპეციალისტმა იცის რა მოხდა. და როდესაც კენედი 1961 წელს მოვიდა, მას გადაწყვეტილების მიღება მოუწია, რადგან ადგილობრივი თავდასხმების შედეგად ვიეტნამის მთავრობა ინგრეოდა. ამიტომ აშშ უბრალოდ შეიჭრა ქვეყანაში. 1961 წელს აშშ საჰაერო ძალებმა დაიწყეს სამხრეთ ვიეტნამელის სამოქალაქო პირების დაბომბვა. დაუშვეს ნაპალმის, მოსავლის განადგურების
განადგურების პრაქტიკის გამოყენება. შემდეგ 1965 წელს იანვარ-თებერვალში სამხრეთ ვიეტნამის წინააღმდეგ კიდევ ერთი მასშტაბური ესკალაცია მოხდა არა ჩრდილოეთ ვიეტნამის წინააღმდეგ. ის მხოლოდ თანდევი ამბავი იყო. სწორედ ამას იტყოდა პატიოსანი პრესა, მაგრამ მის კვალსაც კი ვერ იპოვით. თუ პრესა ცენზორული ორგანიზაციაა, ამიხსენით, როგორ მუშაობს ეს? თქვენ ხომ არ ამბობთ, რომ ფლობელები ერთმანეთს ურეკავენ, ან რომ ბევრი ჟურნალისტის სტატიას, როგორც ჩვენ ვამბობთ, ჭრიან? ეს არის, თქვენ შეიძლება გახსოვდეთ, ორუელს აქვს ესე ლიტერატურული ცენზურა ინგლისში, რომელიც ცხოველების ფერმის შესავალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ გამოქვეყნდა. ის ამბობს, მე ვწერ ტოტალიტარულ საზოგადოებაზე, მაგრამ თავისუფალ დემოკრატიულ ინგლისშიც არ არის ყველაფერი მთლად განსხვავებული. შემდეგ კი ამბობს, რომ არაპოპულარული იდეები შეიძლება ჩაჩუმდეს ყოველგვარი ძალის გარეშე. როგორ? ის ორ წინადადებიანი პასუხს სცემს, რაც სულაც არ არის ძალიან ღრმა, მაგრამ კარგად აღწერს ვიტარებას. ორ მიზეზს ასახელებს. პირველი, პრესას ფლობენ მდიდარი ადამიანები, რომლებსაც არ სურთ გარკვეული რაღაცების გამოქვეყნება, მაგრამ მეორე, მთელი განათლების სისტემა თავიდანვე გასწავლის, რომ არსებობს გარკვეული რაღაცეები, რაზეც უბრალოდ არ უნდა ისაუბრო. ამ ყველაფრის დეტალურად ახსნა აბსოლუტურად სწორია. ანუ პირველი წინადადება არის ის, რაზეც ჩვენ უფრო მეტი ვთქვით. ამას ვერ ვიგებ, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მე ჟურნალისტი ვარ. ჩემნაირი ადამიანები თვით ცენზურას ეწევიან. არა, თვით ცენზურას არა. თქვენ არსებობს ფილტრაციის სისტემა, რომელიც საბავშვო ბაღიდან იწყება და ბოლომდე გრძელდება. ის 100%-ით არ მუშაობს, მაგრამ საკმაოდ ეფექტურია. ის ირჩევს მორჩილებასა და სუბორდინაციას. განსაკუთრებით მე ვფიქრობ, ასე რომ, ჯიუტი ადამიანები გავლენიან პოზიციებზე ვერ მოხვდებიან. მათ ქცევითი პრობლემები ექნება. თუ წაიგითოთ განაცხადებს სამაგისტრო სკოლისთვის, ნახავთ, რომ ადამიანები გეტყვიან, რომ ის კარგად ვერ ერწყმის თავის კოლეგებს. თქვენ იცით, როგორ უნდა განმარტოთ ასეთი რამეები. უბრალოდ მაინტერესებს, რადგან მე ბევრი ადამიანის მსგავსად post-Watergate-ის შემდეგი ფილმებით და ასე შემდეგ, ვიყავი აღზრდილი იმ რწმენით, რომ ჟურნალისტიკა რაინდული ხელობაა და რომ ჟურნალისტიკაში ბევრი მოკამათე, ჯიუტი, რთული ადამიანია. და უნდა თქვა, რომ ზოგს ვიცნობ კიდეც. მე ვიცნობ საუკეთესო ყველაზე ცნობილ გაუმძიებელ ჟურნალისტებს შეერთებულ შტატებში. სახელით არ დავასახელებ. რომელთა დამოკიდებულება მედიისადმი ჩემზე ბევრად უფრო ცინიკურია. ფაქტობრივად ისინი მედიას თაღლითობად მიიჩნევენ და იციან და ღიად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ცდილობენ მასზე დაკვრას, როგორც ვიოლინოზე. თუ კი პატარა ღრიჭოს ნახავენ, შეეცდებიან შეაპარონ ისეთი რამ, რაც ჩვეულებრივად ვერ გავიდოდა. და აბსოლუტურად მართალია, რომ ჟურნალისტების უმრავლესობას და თქვენ ჟურნალისტების უმრავლესობის სახელით საუბრობთ, ჩაბეჭდილი აქვთ, რომ ისინი რაინდულ ხელობას მისდევენ, რომელიც ძალაუფლებას უპირისპირდება. ეს ძალიან თვითმომსახურებადი შეხედულებაა. მეორე მხრივ, ჩემი აზრით, მე არ მიყვარს ღირებულებითი განსჯების გაკეთება. მაგრამ უკეთეს ჟურნალისტებს და ფაქტობრივად მათ, ვინც საუკეთესო ჟურნალისტებად ითვლებიან, სრულიად განსხვავებული შეხედულება აქვთ და ვფიქრობ ძალიან რეალისტური.